რძე-რძის პროდუქტები, მათი ხარისხი, წარმომავლობა და სანდოობა ეს ის საკითხებია, რომელიც ყველას გვეხება, რადგან ეს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებია, თუმცა ხშირად მომხმარებლისთვის რთულია გაარკვიოს რეალურად რას ყიდულობს ნატურალურ პროდუქტს თუ მის ალტერნატივას. ამ ფონზე სექტორში ახალი რეგულაციები ინერგება და კონტროლიც მკაცრდება. რძის სექტორში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაანონსებული რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგანაა დამზადებული. ამასთან მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების ვიზუალური მარკირება სავალდებულო ხდება და ისინი სავაჭრო ქსელებში განცალკევებით განთავსდება. როგორია რეალობა ბაზარზე, აქვს თუ არა ქართულ რძის წარმოებას საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ახალი მოთხოვნები დააკმაყოფილოს და რა გამოწვევებია მწარმოებლებისთვის რეფორმის დაწყების ფონზე, ჩვენ სტუმართან რძის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან კახა კონიაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო კახა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სიახლეები იგეგმება რეფორმის ფარგლებში, რომელიც დაანონსდა. მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტირების უკვე არსებული წესით სავალდებულოა, რომ მიეთითოს ნედლი რძისგან არის თუ რძის შემცვლელისგან დამზადებული ესა თუ ის პროდუქტი, ახლა უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მაყურებლისთვის ვიზუალურად მარტივად შესამჩნევ ეფექტზე. რა იცვლება, რომ განგვიმარტოთ უფრო მარტივად და რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ცვლილებების განხორციელების საჭიროება? მივესალმე მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ ასე ვთქვათ, მაკონტროლებელმა ორგანომ და შესაბამისმა სტანდარტებმა თუ საკანონმდებლო ბაზამ გაუმარტივოს მომხმარებელს, განასხვაოს ერთმანეთისგან, ვთქვათ, მთლიანად რძის და რძის პროდუქტები იმ პროდუქტებისაგან, რომელიც რძის შემცვლელით ან რძის მცენარეული ცხიმის გამოყენებით არის დამზადებული. ყველა ნატურალური პროდუქტია, არც ერთი არ არის მომხმარებლისთვის მავნებელი, მაგრამ მომხმარებელმა უნდა იცოდეს და მკვეთრად გამიჯნოს ერთმანეთისაგან და არჩევანი გააკეთოს. ამ შემთხვევაში თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანეთ, რომ დღეს არსებული სტანდარტის და ეტიკეტირების წესით განსაზღვრავს, რომ ეს ყველაფერი გამიჯნული იყოს, თუმცა მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში უჭირს, თქვათ, იმ ეტიკეტზე წარწერის და შემადგენლის განსაზღვრა, წაკითხვა. ამიტომ, როდესაც ეს პიქტოგრამით იქნება გამოყოფილი, მისთვისაც და ზოგადად ყველასთვის თვითონ მომუშავე პერსონალისთვისაც, რომელიც მაღაზიაში მუშაობს, მათთვისაც ადვილი იქნება, რომ დახელზე ისე განალაგოს, რომ ერთ მხარეს იყოს, ვთქვათ, მთლიანად რძის დამზადებული პროდუქტები, ხოლო მეორე მხარეს იყოს პროდუქტი, რომელიც მცენარეული ცხიმის მარტივად იდენტიფიცირებადი იქნება. მარტივად იდენტიფიცირებადი იქნება ეს ყველაფერი. ბატონო კახა, გასაგებია, რომ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მომხმარებლის ინტერესზე გადის ერთმნიშვნელოვნად. საინტერესოა, რას შეცვლის ბაზარზე და მწარმოებლების თვალით რომ შევხედოთ, მათთვის ეს რამდენად დამატებითი ფინანსური ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს. ყოველგვარი ცვლილება ზოგადად, რომელიც თქვა შეფუთვას ეხება, რომელიც თქვა ინგრედიენტს ეხება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არის დამატებითი ტვირთი მწარმოებლისათვის. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. გარდაუვალია, იმიტომ რომ შესამუშავებელი იქნება ახალი დიზაინი, შესაკვეთი იქნება ახალი შესაფუთი პროდუქტები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც ჯერ ერთი გარკვეულ დროს მოითხოვს და მეორე გარკვეულ დანახარჯებს მოითხოვს. ამიტომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ მქონდა სამინისტროსთან ვთქვათ მოლაპარაკება, შეთანხმება, გადამამუშავებლისთვის მიცემული იქნება შეღავათიანი პერიოდი, შესაბამისად რომ გადაეწყონ ახალ რელსებზე, რა თქმა უნდა, და თქვათ ის პროდუქტი, რომელიც უკვე მანამდე შეკვეთილი იყო და გასახარჯია და ზედმეტ ტვირთად რო არ დააწვეს მწარმოებელს, ამიტომ მათ მიეცემათ გარკვეული ვადა, რომ ეს ყველაფერი მარაგები ამოწურონ და უკვე შემდეგ მოხდეს აი ამ ახალ რეგულაციაზე გადასვლა. რეგულაციის დანერგვის კვალდაკვალ მოსალოდნელია თუ არა, რომ ფასმა მატებისკენ ცვლილება განიცადოს? მე არ მგონია, რომ ამ კონკრეტულმა, ასე ვთქვათ, ნაბიჯებმა გამოიწვევს ფასის ცვლილება, მკვეთრი ცვლილება, შეიძლება ოდნავ რაღაცა მოხდეს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ამას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ქონდეს პროდუქციის საბოლოო თვითღირებულებაზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიცემული იქნება საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გადამამუშავებელს ექნება საშუალება, რომ მომზადებული შეხვდეს ამ რეფორმას. საინტერესოა მეწარმეების უკავშირი როგორია ამასთან და ამ სიახლეებთან დაკავშირებით? აი სანამ ამ საბოლოო, ასე ვთქვათ, შეთანხმებამდე მივიდოდი და ამ
ამ ვარიანტამდე მივიდოდით, მანამდე ძალიან ბევრი შეხვედრა იყო, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე სურსათმოქმედო სააგენტოსთან. ამიტომ ეს ადვილი პროცესი არ ყოფილა, იმიტომ რომ მანამდე იყო სხვადასხვა ვარიანტი, როგორც შეიძლებოდა ეს ყველაფერი ბაზარზე ასახულიყო ან ახალცვლილება როგორი სახით უნდა ყოფილიყო. ამიტომ დღეს მივედით იმ კონკრეტულ ვარიანტამდე, რომელიც ჩავთვალოთ, რომ კონსენსუსის წესით იქნა მიღებული და ასე ვთქვათ, როგორც მაკონტროლებელი და ხელისუფლება, ასე ვთქვათ, გადამამუშავებელი და ბიზნესიც შევცახდით, რომ ეს ესე იქნებოდა. კი ბატონო, ანუ მისაღები მოდელი არის აქ. მისაღები მოდელია ყველასთვის, იმიტომ რომ ყველას ჩვენთვისაც, როგორც მეწარმეებისთვისაც და ბიზნეს სექტორისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი იყოს ყოველთვის მეტად გათვითცნობიერებული. გვერწმუნეთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, რომ მომხმარებელი იყოს დაცული, იმიტომ რომ ჩვენს ყველას ოჯახები ყავს, ახლობლები ყავს, ნათესავები ყავს და ყველა უნდა იცოდეს ვინ რას ყიდულობს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თქვათ გაიმიჯნოს ცუდი და კარგი პროდუქტი, არა, ზოგისთვის მისაღებია ის პროდუქტი, რომელიც სცენარული ცხიმით არის დამზადებული, ზოგისთვის მისაღებია პროდუქტი, რომელიც კარაქით არის დამზადებული, ასე რომ ეს უკვე არჩევანის და გემოვნების ამბავია. დანარჩენი ჩვენ უნდა ვიცოდეთ უბრალოდ რას ვყიდულობთ. მეორე საკითხი ფალსიფიკატი, რომელიც შეიძლება ბაზარზე არსებობდეს და სამწუხაროდ ეს პრობლემა საქართველოში დგას. თავი გამოწვევა რეფორმის განხორციელების და იმ შედეგამდე მისვლის ნაწილში არის ეს ფალსიფიცირებული პროდუქცია, რომელიც ჯერ კიდევ ჭარბად არის ბაზარზე. რომელ სექტორში ფიქსირდება ყველაზე დიდი პრობლემა? ეს არის ჰორეკა, აგრარული ბაზრები, ქსელური მაღაზიები, სად ხდება ყველაზე მეტად იდენტიფიცირება მსგავსი პროდუქციის? ყველგან სამწუხაროდ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თქვათ რაღაცა ნაწილი კონტროლდება, ვერ ხდება რაღაც მეორე და მესამე ნაწილის კონტროლი. ამიტომ ამ შეხვედრაზე, ბოლო შეხვედრაზე, რომელიც შედგა სამინისტროში, იმაზეც იყო საუბარი, რომ აუცილებლად გამკაცრდება კონტროლი ჰორეკა სექტორზე. იმიტომ რომ კი, გვესმის, რომ აგრარული ბაზარიც ფაქტობრივად გაუკონტროლებელია, მიუხედავად იმისა, რომ სურსათმოქმედო მართლა ძალიან დიდ საქმეს ასრულებს, თუმცა ფიზიკურად ბევრი რაღაცის მოცვა, ასე ვთქვათ, ძალიან რთულია. ამიტომ ეს საკანონმდებლო ბაზითაც უნდა მოწესრიგდეს, რომ ვთქვათ, მაკონტროლებელს შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ უფრო ეფექტიანად განახორციელოს თავისი საქმიანობა. ამიტომ ჰორეკა სექტორის კონტროლი, იგივე ბაზრის კონტროლი, ოღონდ ბაზრის კონტროლი არა უშუალოდ ბაზრობაზე, არამედ მანამდე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, სანამ პროდუქტი ბაზარზე მოხდება. ანუ ისე უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, ის პროდუქტი, რომელიც აბსოლუტურად გაუკონტროლებელია, არ მოხდეს წარმოების პროცესის კონტროლი. ანუ კი, ეს უნდა ჩაიკეტოს ის გზები, საიდან შეიძლება რომ უვარგისი და არასათანადო პროდუქტი მოხდეს თუნდაც აგრარულ ბაზარში და თუნდაც ჰორეკა სექტორში. იმიტომ რომ დღეს მე და თქვენ არავინ არ ვიცით რა ყველს მივირთმევთ იგივე რესტორანში, ან რა ხაჭაპურს მივირთმევთ, ან რა ყველისგან არის დამზადებული, ან არის თუ არა ის ყველი ზოგადად კანონმდებლობით. კი ბატონო, აი რეფორმის ნაწილი რომ ამოვწუროთ ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშანი. რა კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ ამ თუ იმ კომპანიამ თქვათ ეს ხარისხის ნიშანი მიიღოს, რაც ბუნებრივია დამატებითი სანდოობის განსაზღვრელი იქნება მომხმარებლის მხრიდან და კონკურენციის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ ხელსაყრელი მდგომარეობაა. კი, ამ ეტაპზე კონკრეტული ასე ვთქვათ კრიტერიუმები გაწერილი არ არის. ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია ამ შემთხვევაში, აქ არ არის საუბარი ზოგადად ნედლებზე, იმიტომ რომ მე შეიძლება იმპორტირებული ნედლზე დავამზადო პროდუქტი და განავთავსო ბაზარზე, მაგრამ აქ საუბარი უშუალოდ ქართული ნედლირზით წარმოებულ პროდუქციაზე, ხოლო რა კრიტერიუმები იქნება, ამას ალბათ მომავალში განსაზღვრება. ბატონო კახა, თქვენი სტუმრობა, რა თქმა უნდა, ვერ ჩაივლის იმ ყველაზე მწვავე პრობლემაზე საუბრის გარეშე, რაც ნედლირზის დეფიციტს უკავშირდება, რა ვითარება გვაქვს ახლა. სიტუაცია უფრო გამწვავებულია, თუ ვთქვათ, არის რაიმე დადებითი წვრები ამ ნაწილში. იცით როგორ არის, აი სტატისტიკას თუ გადახედავთ, წლების განმავლობაში, ბოლო რამოდენიმე წელია, ნედლირზის წარმოება საქართველოში ფაქტობრივად ერთ დონეზე არის გაყინული. ანუ არის წლები, როცა ცოტა იკლებს, არის როცა ცოტა იმატებს, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ, ერთ დონეზე ვართ გაჩერებული. მაგრამ ეს ერთი პრობლემაა, რომ არ იმატებს, ვთქვათ, საქართველოში ნედლირზის ოდენობა. მეორე საკითხი არის ის, რომ მოთხოვნა იზრდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი შემოდის ქვეყანაში, ძალიან ბევრი მიგრანტია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც მოთხოვნას თავისთავად ზრდის. აი ამის ფონზე, ვთქვათ, 5 და 10 წლის წინანდელი, ვთქვათ, დეფიციტი და დღევანდელი დეფიციტი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ერთ-ერთი საკითხიც, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლებამ, რომ მოხდეს ხელშეწყობა პირველადი წარმოების ფერმერების დაფინანსება და მათი
ბაზარზე ბიზნეს ფინანსებზე წვდომა გამარტივდეს. რაც თქვა იმ პროგრამით შეიძლება განხორციელდეს, რომელიც დაანონსებულია, რომ თქვა სოფლის პროექტების განვითარების სააგენტომ უნდა განახორციელოს მომავალში. ბატონო, ხელშეწყობის პირობებში დაინტერესებული პირები არიან მზად, რომ თქვა ეს საქმიანობა განახორციელონ აქტიურად? იცით, ყველა ეთერში ვამბობ ხოლმე ერთ რამეს რა, საკითხი არის კომპლექსურად გადასაწყვეტი. ის რაც ახლა დაანონსდა, რომ თქვა ფალსიფიკაციასთან, თქვა არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან იქნება ბრძოლა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამან ჯამში უნდა მოგწეს იმის უნდა მისცეს უпростоრად ინვესტორს იმის мотиваცია, რომ ანა განახორციელოს ეს ბიზნესი და ჩადოს ფული ამ საქმეში. იმიტომ რომ საქართველოში ზის ფასი იმდენად მაღალია სოფლიო მასშტაბით, რომ ზოგადად ინტერესი უნდა იწვევდეს ინვესტორებში, იმიტომ რომ საკმაოდ მომგებიანი უნდა ჩანდეს. მაგრამ მიუხედავად იმის გამო, რომ აი ეს არასტაბილური სიტუაცია კონკურენციის სახით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა შემადგენელის და გამოწვევის სახით რომ არსებობს ეს პრობლემები, ამიტომ ვერ ხორციელდება ეს ყველაფერი. და თუ ყველაფერი ერთ ჯაჭვში მოხდება და ერთ სისტემაში ჩაჯდება, კონტროლი, ცოდნის ამაღლება, ინვესტიციები, ეს ყველაფერი საბოლოო შედეგს მოიტანს აუცილებლად, იმიტომ რომ კულტურა შინაგან იმხელა ქართველ ადამიანში და საქართველოს მოსახლეობაში, რომ გამორიცხულია, რომ ეს მიმართულება არ განვითარდეს, იმიტომ რომ ყველა თქვენს გიყვარს, ზის პროდუქტები ყველას გიყვარს, ასე რომ ამას დიდი მომავალია, თუმცა მოხმარების პროდუქტები. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას შრომა ჭირდება. ყოველდღიური მოხმარების და პლუს არის სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი, იმიტომ რომ ამის გარეშე ძალიან ძნელია ქვეყანამ თავისი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სიძლიერე რომ შეინარჩუნოს და განავითაროს. კი ბატონო, და მოკლედ აი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქცია, როგორია ვთქვათ, აი წილობრივი გადანაწილება ამ დროისთვის. აი დაახლოებით თუ ერთიანობაში მოვაქცეთ და ნედლრზეში გადავიყვათ ყველა პროდუქტს, ვთქვათ, ზის ფხვრილიდან დაწყებული, ვთქვათ, იმპორტირებული ყველით დამთავრებული, დაახლოებით არის 27% არის იმპორტი. ანუ ჩვენ დაახლოებით 25-დან 30%-მდე დეფიციტურები ვართ და არა ვართ თვითკმარები. ანუ თვითკმარების კოეფიციენტი 74-75%-ია ქვეყანაში. ამიტომ ეს აღმოსაქმრელი აუცილებლად და ერთი შეხედვით 25 და 27% არ არის ძალიან დიდი ციფრი, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ამას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება, ამიტომ ეს არ არის ვაჭრობა, რომელსაც ერთ დღეში განავითარა. ამას ჭირდება წლები, პროდუქტიული საქონლის შემოყვანა, ცოდნის ამაღლება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, და იმედია ის სწორედ ეს რეფორმა, რაც დაანონსებული არის ზის სექტორში, იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ აქეთკენ გადადგმული. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კახა კონიაშვილი, რძის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით რძის სექტორში დაანონსებულ რეფორმაზე.